მთავრობის ახალი ინიციატივა და შეღავათი სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს მილიონობით ჯარიმები გაუქმდებათ. ეს ის თანხა, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ყოველი დაგვიანებული ობიექტისა და პროექტის პირობების დარღვევის გამო ბიუჯეტის მიმართ წლების განმავლობაში დაუგროვდათ. თუმცა სამშენებლო სექტორი ახალი კანონპროექტით ხელმძღვანელებს კომპანიებმა ობიექტების დასრულების ზუსტი ვადა და კორექტირებული პროექტები უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში სანქცია უფრო მკაცრი იქნება. სამშენებლო ამნისტია ნახეთ ლელა ციკლაურის სიუჟეტში. Amnistia სამშენებლო კომპანიებისთვის მთავრობა დეველოპერებს ჯარიმების სახით დაგროვილ 10 მილიონ ლარს აღარ გადაახტევინებს. ეს ის თანხაა, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ყოველი დაგვიანებული ობიექტისა და პროექტის პირობების დარღვევის გამო ბიუჯეტის მიმართ წლების განმავლობაში დაუგროვდათ. ხელისუფლება სამშენებლო კომპანიებს ჯარიმებს პატიობს. ახალი ინიციატივის შესახებ კანონპროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანს უკვე მაგიდაზე აქვს. Ბევრი ჩვენი თანამოქალაქე წლებია უშედეგოდ ელოდებიან დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებას. ფული, რომელიც კომპანიებს უნდა გადაეხადათ ჯარიმების სახით, დაუბრუნდებათ უშუალოდ მათ, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და პირობების დარღვევის გამო სამშენებლო კომპანიებს სამმაგი, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მეტი ოდენობის ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული, რომელიც მილიონებს შეადგენს. ბიუჯეტში შესატან თანხას ხელისუფლება სამშენებლო სექტორს საჩუქრად დაუტოვებს. მშენებლობის გაჭიანურებისთვის დეველოპერებს კლიენტებთან გასასამართლებელი არგუმენტი აღარ დარჩებათ. ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ ეგრეთ წოდებული ამნისტია, თუმცა იქნება შესაბამისი პირობები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს რეალური გეგმის წარდგენა არქიტექტურული სამსახურისთვის და მათთან ერთად გავლა თუ რა ვადაში მოახერხებს ესა თუ ის კომპანია მშენებლობის დასრულებას. დეველოპერები ფულს, რომელიც ხაზინაში უნდა ჩაერიცხათ, მშენებარე პროექტების დასასრულებლად გამოიყენებენ. მენაშენეები ბიზნეს თეთრი ფურცლიდან დაიწყებენ. ჯარიმის ნაცვლად კი კანონპროექტის მიხედვით სამშენებლო კომპანიებს მთავრობასთან ახალი ვალდებულებები გაუჩნდებათ. უნდა განსაზღვრონ ბინების ჩაბარების ზუსტი დრო და არქიტექტურის სამსახურს კორექტირებული პროექტები წარუდგინონ. ამისთვის მხოლოდ 3 თვის ვადა ეძლევათ. თუ პირობას ვერ შეასრულებენ, არსებული კანონით გათვალისწინებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ეს თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებსა და ტერიტორიებზე მიმდინარე მშენებლობებს შეეხება. ყოველ გადაცილებულ დღეზე მენაშენეებს 1 კვადრატულ მეტრ ფართზე 10 თეთრიდან 1 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუხდებათ. თუ ფულს ვერ იშოვიან, დაუსრულებელი ობიექტების კონსერვაცია და საბოლოოდ გაყიდვა მოუწევთ. Გაგვეცდათ ახალი ფურცლიდან გადაწყებით ჩამოსაწერია ის პრობლემები, რომელიც ხო დღესთან გამოწვევა. შესაბამისად, დღეს პირველი ნაბიჯი ამნისტიის და შემდგომ უკვე ადმინისტრირების და მოთხოვნის დამკაცრების. აბსოლუტურად ადეკვატური ნაბიჯია. მთავრობის ინიციატივას დღეს ექსპერტებიც ეხმაურებიან. ამბობენ, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში დეველოპერებისთვის შეღავათები აუცილებელი იყო, რადგან კრიზისი ყველაზე მტკივნეულად სწორედ უძრავი ქონების სექტორს შეეხო. ჭირდება დახმარება, იმიტომ რომ უძრავი ქონება თავისთავად კიდევ ბევრ ბიზნესს აერთიანებს, მოსახლეობას, კეთილდღეობას, სხვა ბიზნესებს, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან და ჭირდება ხელშეწყობა აუცილებლად. არ არის გამორიცხული ხელისუფლებამ სამშენებლო კომპანიებს დაგროვილი DGG-ს გადასახადებით გადაუვადოს. ამაზე ჯერ სამთავრობო სტრუქტურებში მსჯელობენ. საერთო ჯამში თანხა დაახლოებით 200 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ფული იმ ობიექტების დასრულებას მოხმარდება, რომელშიც შესვლას კერძო მესაკუთრეები უკვე დიდი ხანია ელიან.